სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 6 ღვთისკაცის კინოჩვენება გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შემოქმედებით ჯგუფს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა. აღნიშნა, რომ ფილმი, რომელიც ეროვნული მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას ასახავს, მომავალი თაობებისთვის იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა იცხოვროს და ემსახუროს სამშობლოს ადამიანი. ექვთიმე თაყაიშვილი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი, ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი ცნობილია როგორც 1921-1945 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ საქართველოს მეჭურჭლე თუ ხუცესი უწოდა. დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო ფილმის ჩვენება ექვთიმე ღვთისკაცი. მე მიხარია, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა იხილა ფილმი ჩვენს ცნობიერებაში გააჩინა კიდე ერთი საფიქრალი იმისა, როგორ უნდა იცხოვრო და დაგვაფიქრა ჩვენს გუშინდელ დღეს, ჩვენს წარსულზე და დღევანდელობაზე. დიდი მადლობა მინდა უთხრა შემოქმედებით კოლექტივს, უნივერსიტეტის სახელით, აკადემიური პერსონალის, ჩვენი სტუდენტების, ადმინისტრაციის თანამშრომლების და უფრო მეტი ყველა ქართველის სახელით. Ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ამ ფილმის დასრულებას 3 წლის მანძილზე მიდიოდა გადაღებები და ქართული ხალხის მხარდაჭერით მოხდა ამ ფილმის შექმნა და ასეც იწყება ქართული ხალხი წარმოგიდგენ. ამ ფილმით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სიყვარული და პატივისცემა ექვთიმე თაყაიშვილის მიმართ, რომელსაც ის ნამდვილად იმსახურებს ქართული ხალხისგან. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ სოხუმის უნივერსიტეტში, ეს მნიშვნელოვანი ჩვენება არის ჩვენთვის და ძალზედ მნიშვნელოვანი ასევე სტუდენტებისთვის. იცოდნენ მისი ცხოვრებისა და განვლილი გზის შესახებ, რადგან ყველაფერი გააკეთა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომ დღეს ჩვენ გვეამაყა ჩვენი წარმომავლობით. ძალიან გამიხარდა სტუდენტების ასეთი განცდა და რეაქციები, რომელიც მათ ჰქონდათ ფილმის ჩვენების მიმდინარეობისას. ფილმი პირველად ლიხაურში, ექვთიმეს მშობლიურ სოფელში, შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში აჩვენეს. უნივერსიტეტში ფილმის ჩვენებამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი ემოციები გამოიწვია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მოხდა ჩვენება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ადამიანებმა, სტუდენტებმა, ვინც ნახეს ეს ფილმი, თავიანთი სიყვარული გამოხატეს. ეს ასეც უნდა იყოს. ეს არის მაგალითი, როგორ უნდა იცხოვროს ყველა ქართველმა. რაც შეეხება ჩემ გმირს, ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ უარყოფით როლს თამაშობ, მაგრამ რაღაც ჩემი წვლილი შევიტანე ამ ფილმში და მადლობა ამისთვის ნიკოლოს. და ალბათ მართლა სიმბოლურია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარ და მე იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში სიყვარულით და სიკეთით ვესტუმრებით სოხუმს და ვაჩვენებთ ამ ფილმს. ექვთიმე დიდი მოვლენა იყო საქართველოსათვის, საუნივერსიტეტო წიაღშიც და საერთოდ საერო წიაღშიც. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იყო ბრწყინვალედ გადმოცემული. მომენტები, რომელიც ფილმში არის ასახული, ძალიან დადებითად მოქმედებს დღევანდელ ახალგაზრდობაზე და იმედი არის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ამას დიდ ყურადღებას მიაქცევდა. ეს კარგი დასაწყისია. დასასრულს გაიმართა დისკუსია ფილმის რეჟისორთან და მონაწილე მსახიობებთან. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა ფილმის შექმნის ისტორიასა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. პროფესორ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს შემოქმედებით ჯგუფს და ფილმისადმი მიძღვნილ დროშასთან ფოტო გადაიღეს. ბედნიერი ვარ, მე პირადად დღევანდელი დღით ამ ფილმს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ქართული საგანძური, უდიდესი წვლილი იმ საქმისა, რასაც ქართული ისტორიის ერთი გადაშლილი ფურცელი ქვია და ქართული საქმე ქვია. აღსანიშნავია ის, რომ საზოგადოება რა წვლილი შეიტანა ამ საქმეში, მანიშნებელია იმისა, რომ ქართული ხალხი არასდროს ივიწყებს თავის ისტორიას, გზას, რა გზით მოვიდა აქამდე, როგორ მოვიდა და როგორ უნდა იაროს ამის შემდეგ. დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა ქართველი ეროვნული გმირის ექვთიმე თაყაიშვილის ფილმის ჩვენება. მართლაც ვერმა შტაბეჭდილებას იმდენად ემოციური იყო. შემთხვევითი არა, რომ ქართული ეკლესია აღიარებს როგორც წმინდანს, ასევე მინდა ვთქვა, რომ ექვთიმე თაყაიშვილი არის სიმბოლო პატრიოტიზმისა, სამშობლოს სიყვარულისა, ასევე ეროვნულობისა და ერთობისა, რადგანაც ამით მან დიდი წვლილი გასწია საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და საქართველოს გაძლიერებაში.